გამარჯობა ყველას. დღეს მოგესალმებით პარიზიდან. გადაწყვიტე აგვისტოში ვლოგები შემოგთავაზოთ. მახსოვს, როცა წლების წინ YouTube ვლოგებით დავიწყე, როგორ მოგწონდათ. თან ჩემი პოდკასტი თვითშემეცნებას, განვითარებას, ცნობიერების გაფართოვებას ეძღვნება. მარტო მოგზაურობა ვფიქრობ, ერთ-ერთი საშუალებაა, რომ საკუთარი თავი უკეთ გავიცნოთ და ხანდახან გვერდიდან დანახვაც შევძლოთ. აუცილებელია ამისთვის მოგზაურობა. ჩემი აზრით არა. შეიძლება შენი ქვეყნიდან საერთოდ არ გახვიდე, მაგრამ იმაზე მეტად შეძლო განვითარება, ვიდრე ადამიანმა, რომელიც 40-ს გასცდა და კიდევ ითვლის მონახულებული უცხო ქვეყნების რაოდენობას. მე ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებთ. ჩემებურ სოლო მოგზაურობას. თუმცა მთლად სოლოც არ გამოვიდა. ჩემი და და მეგობრებიც მაკითხავდნენ რიგრიგობით. მე დიდი ხნით მიყვარს სამოგზაურო წასვლა. ამჯერად ერთი თვით ვიყავი. ისევ პარიზში, სადაც 3 თვეც მიცხოვრია წლების წინ. პარიზი ჩემი საყვარელი ქალაქია. არ ვიცი რა აქვს აქაურობას ისეთი, რაც ასე მიყვარს. მაგრამ სიყვარულს ხომ ვერ ახსნი. რატომ მომწონს ვიტყვი, მაგრამ რატომ მიყვარს, ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. ამ დღეებში საინტერესო ადამიანები გავიცანი. ჩემი ახლობლებიც კი თავიდან გავიცანი. როგორც ამბობენ, მოგზაურობაში ამოიცნობ ადამიანის ნამდვილ ბუნებასო. ბევრი ვიტირე, რა თქმა უნდა, სულ მუზეუმებში. ყველაზე ცხელი დღეები გამოვიარე. მქონდა ისეთი დღეები, როცა ბევრს ვფიქრობდი. ისეთებიც, როცა საერთოდ არაფერზე მიფიქრია. მოვინახულია ძველი საყვარელი ადგილები და ახლებიც აღმოვაჩინე. მოკლედ, ეს არ იქნება ვლოგი ეფექტებით, სწრაფი მონტაჟით და სცენარის მოულოდნელი განვითარებით. ვიღებდით ჩემს ყოველდღიურობას და ამასვე გაგიზიარებთ ბუნებრივად. იმედია ისე ამოვნებთ.